მრეწველობის სიახლეებით და მიმოხილვით განვაგრძობთ კომპანია ქართული ფოლადი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ფოლადის ჩამოსხმას იწყებს. რისთვისაც კომპანიის კუთვნილ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ორი ფოლადსადნობი ელექტროინდუქციური ღუმელი დამონტაჟდა. ფოლადის დნობისათვის ღუმელების მომზადება დღეიდან დაიწყო, ფოლადის ჩამოსხმას კი ქარხანა რამდენიმე კვირაში დაიწყებს. იმავდროულად აღდგება თხევადი ფოლადის მიღების უწყვეტი პროცესიც, რაც 140,000 ტონა არმატურის წარმოების საშუალებას იძლევა. ფოლადსადნობ კომპლექსში კომპანიამ $20 მილიონზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ქართული ფოლადი არმატურის საექსპორტო ბაზრების კიდევ უფრო გაფართოებასაც გეგმავს. მენეჯმენტის ცნობით მოლაპარაკებები ერაყთან მიმდინარეობს და წარმატებით დასრულების შემთხვევაში იქ წელიწადში 100,000 ტონა არმატურის ექსპორტი იგეგმება, რაც კომპანიის მთლიანი წარმატების 66%-ზე მეტია. გასულ წელს არმატურაზე ფასის მკვეთრი ვარდნის გამო ქართულმა ფოლადმა $8 მილიონი ზარალი განიცადა. ამ დრომდე კომპანია წელიწადში 120,000 ტონა სამშენებლო არმატურას აწარმოებდა, რაც ძირითადად ექსპორტით აზერბაიჯანში, ირანში, სომხეთში და ბულგარეთში გადიოდა. 1 ტონა არმატურის ფასი ამჟამად ბაზარზე $600 ფარგლებშია. 129 მილიონი